დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მებრძოლზე, რომლის უძლეველი აურაც ოფიციალურად დაიმსხვრა. მიხვდებოდით სათავიდან დღეს ვისაუბრებთ ხამზად ჩიმაევზე და ზოგადად რა ხდება მის თავს ამ ბოლო პერიოდში. ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ყველას გეცდოდათ მისი ბოლო ბრძოლის შედეგი, სადაც ის შონ სტრიკლენდთან გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. თვითონ ბრძოლის განხილვა უკვე მე მგონი აღარ არის რელევანტური, ამიტომ მოდი ბრძოლის შემდეგ რა მოხდა იმ ფაქტებზე ვისაუბროთ. ივენთის შემდეგ მიღებულ სტანდარტ პრესკონფერენციაზე მივიღეთ დენა ვაიტისგან ჩვენ ესეთი ინფორმაცია. დენამ განაცხადა, რომ ხამზად ჩიმაევმა მას უთხრა, რომ ამ წონაში ბრძოლა აღარ სურდა. თორსტები ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ხამზატის ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობ, რამდენად დაიწყო რთული წონის კლებაო და ასე შემდეგ. დენა ვაიტმა კი განაცხადა, რომ ხამზად ჩიმაევი ბრძოლის შემდეგვე მივიდა დენა ვაიტთან და უთხრა, რომ ამ წონაში ბრძოლა აღარ სურდა. მაგრამ ეს სიტუაცია მალევე შეიცვალა, რადგან შემდეგ დღესვე ჩვენ ვნახეთ არაერთი ტვიტი ხამზად ჩიმაევისგან, სადაც ითხოვდა რემატჩ შონ სტრიკლენდთან. ანუ უკვე პატარა არეულობა მივიღეთ იმ დღეს გვესმის დენა ვაიტისგან, რომ ხამზად ჩიმაევის წონის შეცვლა უნდა და შემდეგ დღეს ვხედავთ ტვიტებს ხამზად ჩიმაევისგან, რომ უნდა რემატჩი. ხამზად ჩიმაევმა დატვიტა შემდეგი რამ: 10 მაისს მოთაგული ყავს შონ სტრიკლენდი და see you again და ესეთი ემოჯი, ანუ მალე გნახავ ისევ. 11 მაისს კი let me know when you're ready, მითხარ როდის ხდები მზად და ისევ მოთაგული ყავს შონ სტრიკლენდი. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი უცხოელი იუთუბერისგან რაღაც თეორია მოვისმენთ, რომელსაც გაგიზიარებთ. როგორც მოახსენეთ, ჩიმაევის დამოუკიდებლობა ზუსტად ჩხუბის მერე და შემდეგ დღეს სხვადასხვანაირი იყო. მარცხის შემდეგ ვნახეთ, რომ ჩვენ არანაირი აგრესია აღარ იყო ამ ორ მებრძოლს შორის დარჩენილი და თუ შემშვიდეთ, კამერის გაკეთებაშიც კი დაეხმარა ჩიმაევის სტრიკლენდს. მიუხედავად ამ ხელა დროის განმავლობაში ცხარე დაპირისპირებისა, გამოჩნდა, რომ ჩხუბის მერე უკვე აღარ იყო ცუდი გზნობები ერთმანეთის მიმართ დარჩენილი ამ ორ მოჭყვარ შორის. ნუ ალბათ ყველას მოგეხსენებათ ფაქტი ხამზად ჩიმაევის კადიროვთან სიახლოვის შესახებ და ასევე ალბათ გეცოდიებათ დაახლოებით როგორ ტიპის ტრეშ-ტოქს იყენებდა შონ სტრიკლენდი ამ ჩხუბამდე. მან არაერთხელ ახსენა ჩიმაევის ქვეყანა, რელიგია და ასე შემდეგ. საკმაოდ მწარე საუბარი მიდიოდა ამ ორ მხარეს შორის. ამიტომ რაში მდებარეობს ის ზემოხსენებული თეორია? არსებობს მოსაზრება, რომ ჩიმაევის პირველი ემოცია იყო გულსფერი, რომ წონის შეცვლა უნდა და აღარ აინტერესებდა შონ სტრიკლენდთან ჩხუბი, მაგრამ მან მიიღო ზარი ზევიდან, ესე გადატანის მნიშვნელობით რო ვთქვათ, და მოთხოვეს, რომ შონ სტრიკლენდთან რემატჩი ქონდა და ის კამარი დაებრუნებინა და შონ სტრიკლენდი დაემარცხებინა. არ არის ბოლომდე უსაფუძვლო ეს თეორია, თუ გავითვალისწინებთ თუ რეებს საუბრობდა შონ სტრიკლენდი ჩხუბამდე. პირდაპირაც კი არაერთხელ ახსენა კადიროვის სახელი მან პრესკონფერენციებში. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ თეორიაზე. თქვენი ეს მართლა არის შანსი, რომ ჩიმაევის თუ წონა შეიცვალა, სხვა გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, მაგრამ რაღაცეების და ვიღაცეების ჩარევის გამო აზრი შეიცვალა, ან აზრის შეცვლა მოუწია. რომ ამ თეორიას თუ არ გავიხელოთ, ალბათ უფრო რეალური მიზეზი არის ის, რომ ხამზად ჩიმაევის რეალურად წვავს ეს წაგება. ან როგორია, ხარ ამ ხელა ჰაიპის მქონე, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი და აი პირველი წაგება დარწმუნებული ვარ ძალიან რთული გადასტანია. და შეიძლება სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. თავისუფლად შეიძლება რომ ჩხუბის მიერ სულ სხვა აზრი გქონდეს და 1-2 დღის მიერ გადახარშო ყველაფერს სულ სხვა დამოკიდებულება გქონდეს რაღაცების მიმართ, რაც ნორმალურია. მოდით, წარმოვიდგინოთ რეალობა, სადაც ეს რემატჩი შედგება და გამოვიხილოთ რისი შეცვლა შეუძლია ჩიმაევს. პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველანაირი პატივისცემა და დაფასება და ყოჩაღები ჩემგან შონ სტრიკლენდს დარწმუნებული ვარ უყურებს ამ ვიდეოს. მე აწის შონ სტრიკლენდის გამარჯვებას ვერ დავაყენებ ეჭქვეშ ვერანაირ ოპონენტთან. მას შემდეგ რაც ჩემი თვალებით ვნახე ლაივში როგორ ამარცხებდა დომინანტურად ისრაელ ადესანიას და ეხლა რომ ვნახე თუ როგორ დაამარცხე ხამზად ჩიმაევიც, ხელები ამიწევია. ამიტომ მე ხლა რაც ვისაუბრებ, არანაირად არ აკლებს ფასტ სტრიკლენდის გამარჯვებას. ბროლოს სამართლიანობის უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩიმაევი თავის თავს ნამდვილად არ გავდა ამ ბრძოლაში. ვიხილეთ როგორ გამოიყურებოდა ის აწვევების დროს, ანუ გათავებული რო იყო და თან ასევე ბევრის მოსაზრებით საერთოდ წონა ვერც ჩააბარა იმ კონდიციების მიუხედავად. და უშუალოდ ბრძოლის დროსაც დაიწყო ეს ყველაფერი, აი აშკარად ძალიან მალე ამოიწურა ენერგია. არსებობს მოსაზრება, რომ ხამზად ჩიმაევი არის overtraining-ის მსხვერპლი, ანუ ზედმეტი ვარჯიშის და ზედმეტი გამოფიტვის მსხვერპლი. როგორც ვიცი, ის ვარჯიშობს სემ კალავიტასთან, რომელიც ცნობილია თავისი დაუნდობელი გარაჟის სესიებით. ეს არის ძველი სკოლის დამანგრეველი ვარჯიშები, რომელიც ფიზიკურად ბოლომდე ფიტავს მებრძოლს. სხვა შორის ამ თემაზე აქვს მასაუბრები ერთ ინტერვიუში კაპს ვანსონს. მან ისაუბრა კალავიტასთან ვარჯიშის პროცესზე და განაცხადა, რომ ანუ მასთან რო ვიყავი, უკვე ყველა ჩხუბი წავაგეო, მის ფრთის ქვეშ როცა ვიყავი, ანუ რა თქმა უნდა მას არ ვაბრალებო, მაგრამ ანუ ძალიან იფიტება მებრძოლი მასთან მუშაობის დროს, როგორც გავიგეთ მისგან და ფიქრობს, რომ ეს არ არის ოპტიმალური მებრძოლისთვის. ზოგადად ეს overtraining-ი არის ახალი თემა, ანუ ბევრი მებრძოლისგან და მწვრთნელისგან მოგვისმენია, რომ შეიძლება თუ მებრძოლმა ზედმეტი ძალისხმევა ჩადო, რაც არასწორად მიმართული იყო და დამეტანი იყო მებრძოლისთვის, ვერ იყოს თავის ოპტიმალური ვერსია ჩხუბის დროს. ბისპინგსაც აქვს თუ არ ვწდები ნათქვამი, რომ იმხელა და იმდენ ძალისხმევას ვხდები ქემში, რომ იქ რჩებოდა ჩემი ყველაფერი და ბრძოლის დროს არ ვიყავი ჩემი თავის სრულყოფილი ვერსიაო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირ მიზეზებს არ ვეძებ ჩიმაევის დამარცხების გასამართლებლად ან რამებს გავს, უბრალოდ განვიხილავ თემას. ასევე ზოგადად ვერ გამოვირცხავთ მენტალურ ფაქტორებს და დამოუკიდებლობის ცვლილების შესაძლებლობას. დიდმა ფულმა თავისუფლად შეიძლება მებრძოლი და მისი ცხოვრების სტილი შეცვალოს ისე, რომ მან ეს ვერც შეამჩნიოს. რასაც რა თქმა უნდა ეფექტი ექნება უკვე მის შედეგებზე. აქვე ისიც ჩავაკვეხოთ, რომ შონ სტრიკლენდიც არ იყო თავის ოპტიმალური და 100%-იანი ვერსია ჩიმაევთან, როგორც გავიგე, მხარი დაიზიანა ბრძოლის კვირაში. და ეხლა როგორც ვიცი, რაღაც ოპერაციებს საჭიროებს. უბრალოდ ამ ვიდეოში უშუალოდ ჩიმაევის თავს რაც ხდება იმ ამბებს გავხილავდით თორე. შონ სტრიკლენდს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს ჩემგან ყოჩაღ. მის გამარჯვებაში მეაწია ჩვენ აღარ შემეპარება. ახო იმის ხსენება დამოიწყო, რომ გარდა იმ ჩიმაევის ტიპებისა, ასევე მის მაწვრთნელმაც გააკეთა განცხადება, რომ თავარი მიზანი არის ახლა რემატჩი და ქამრის დაბრუნება. დამიწერეთ კომენტარებში თქვენას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, აი თავიდან რომ დამოკიდებულება გქონდა, რომ წონას იცვლიდა და მე უცებ სხვანაირად დატრიალდა მისი ფიქრები. არის მართლა შანსი, რომ ზევიდან დარეკეს თუ უბრალოდ წაგებამ შეაწუხა თუ რა მოხდა, რატო შეიცვალა დამოკიდებულება. რა იქნება საერთოდ თქვენი ჩიმაევისთვის სწორი ნაბიჯი და თუ შედგა ეს რემატჩი მოახერხებს თუ არა საკმარის ცვლილებების შეტანას ჩიმაევი, რომ ქამარი დაებრუნოს. რას ფიქრობთ მოკლედ ამ ყველაფერზე? თემებით შეგიძლიათ შემოვთავაზოთ თუ რაზე გესიამოვნებათ ვიდეო და რავი თუ დაალაიქებთ და აღს გამოიწერთ ხო კამფეტი. ნუ დარწმუნებული ვარ ვიდეოს რო გავდით რომ მე გამახსენდება ყველაფერი საინტერესო რისი ხსენებაც მინდოდა ამ ვიდეოში, მაგრამ ნუ რას ვიზავთ დღეისათვის თუ ეს იყო და აბა კარგად.